ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ამომრჩევლებთან შეხვედრისას მომხდარ ინციდენტს ნაციონალური მოძრაობის ბათუმის სიის პირველი ნომერი მმართველი გუნდის მიერ ორგანიზებულს უწოდებს. გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე ინციდენტში მონაწილე იმ ორი პირის ფოტო წარმოადგინა, რომლებიც ქართული ოცნების მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებს ესწრებიან. გიორგი კირთაძე საეჭვოდ მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ზარისა, ფაქტ საპატრულო პოლიციის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. კოალიცია ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ადასტურებს, რომ დავით ლორია მისი მხარდამჭერია. გიორგი ერმაკოვი აქტივისტებს მოუწოდებს მეტი მოთმინება გამოიჩინონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის ინფორმაციით გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით 112-ში ზარი არ განხორციელებულა. უწყებაში აცხადებენ, რომ ცემის ფაქტზე 125 მუხლით გამოძიება უკვე დაწყებულია. სახალხო კრების ყოფილი წევრი დავით ლორია და ყოფილი პოლიტპატიმარი ჯემალ დუაძე ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს მაშინ გაუსწორდნენ, როცა გიგი უგულავა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამას აცნობდა. ინციდენტის დროს დაზიანდა ჩვენი გადამღები ჯგუფის შტატივი. გაშუქებაში ხელი შეეშალა პირველი არხის გადამღებ ჯგუფსაც. გუშინდელი ჩვენზე თავდასხმის მთავარი ორგანიზატორები იყვნენ დავით ლორია და ჯემალ დუაძე. ადამიანები, რომლებიც არიან ერმაკოვის საარჩევნო შტაბის წევრები და მათ მოვალეობაში შედის ამ ტიპის პროვოკაციების მოწყობა. ისინი არიან ჩვეულებრივი ზონდერები. ეს ყველაფერი იყო ჩემი აზრით ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და მოწყობილი. ამის ყველაზე ნათელი გამოხატულება ალბათ იყო ის, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ქალბატონმა ასმად დიასამიძემ გუშინვე დარეკა 112-ში ინციდენტის დროს და მთელი 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა მეგონი ეს დაძაბულობა და არც საფუძვლო პოლიციის და არც ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი თანამშრომელი ადგილზე არ გამოჩნდა. დავითი არის მხარდამჭერი ჩემი ვიცნობ, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ, ეს არ ნიშნავს იმას, ყველას მოუწოდებ, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მხარდამჭერს თავი არიდონ მაქსიმალურად პროვოკაციებს და თავი შეიკავონ ძალადობისაგან. ეს არ არის არანაირად წასახალისებელი და არის მხოლოდ და მხოლოდ გასაკეთებელი. ყველა ადამიანი, რომელიც არის ჩემი მხარდამჭერი, მე მათ ვუწევ, რა ვიცი, აი უღრმესი მადლობა მინდა მოვახსენო, მაგრამ ყველას მინდა მოვახსენო, რომ და ვთხოვო, თავი შეიკავონ, თქვათ, ისეთი გამოსვლებისაგან.